დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საერთაშორისო მიმოხილვა ლეო სიხარულიძესთან ერთად იწყება და უნდა მივესალმოთ რასაკვირველია თავად ლეოს დილამშვიდობის. მოგესალმებით დავით. ლეო, ჩვენ დღეს განსაკუთრებული თარიღი გვაქვს, დედაენის დღეა და ბუნებრივია დილიდან საუბრობდით რომ ის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საკითხი, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ მშობლიურ ენას, მეორეს მხრივ მამულს და სარწმუნოებასაც კვლავ არის აქტუალური ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად გამოწვევაა და ამ გადალაგების მომსწრენი ვართ ახლა და ამჟამად პროცესები, რომელიც ვითარდება საერთაშორისო თვალსაზრისით, მე მიტოვებ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რაღაცნაირად ამ პოლიტიკაში დიპლომატიის როლს ფაქტობრივად კარგავს და რაღაცნაირად წინაპლანზე გამოდის და ნაცვლდება ეს დიპლომატია მილიტარისტული ენით. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რასაკვირველია ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე, ასევე ირანზე, რომ აი უკრაინული მედია ავრცელებს თურქეთი შავი ზღვის უსაფრთხოების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ და რაღაცნაირად აი ამ შეხვედრის მთავარი მიზანიც ზუსტად ის იქნება, რომ შავ ზღვაში მშვიდობა როდის შენარჩუნდება. შეგვიძლია ვთქვათ ბოლო კვირის, ასე ვთქვათ, ქრონოლოგია რა არის უკრაინაში, რა ხდება ახლა და ამჟამად. ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ მშვიდობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მშვიდობა რატომღაც ჯერჯერობით იგვიანებს. დინამიკა შემდეგნაირი არის აღმოსავლეთ ევროპაში, რომ რუსული არმია აგრძელებს დონბასში და ასევე ხერსონის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ სამწუხაროდ ოკუპანტები მიიწევენ, როდესაც საქმე ეხება უკრაინაში მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ დიპლომატიურ დინამიკას, რაც თან სდევს ამ პროცესს, ომანში 12 აპრილს შედგა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის. ძალიან ნიშანდობლივი არის ის წესი, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები. ეს ორი დელეგაცია ერთმანეთის პირისპირ არ უზის მოლაპარაკების მაგიდას, არამედ ისინი არიან სხვადასხვა ოთახებში და შუამავალი ვინც არის შედის ჯერ ერთ ოთახში, იღებს შესაბამის ინფორმაციას და ნათქვამს და უკვე შეაქვს მეორე ოთახში მეორე დელეგაციასთან. რაც შეეხება თვითონ ამ განხეთქილების ვაშლს, ეს არის ყვადაღებული ირანის ატომური პროგრამა, კონკრეტული დეტალები კი ამ დინამიკის ამ მოლაპარაკებისა გახლავთ შემდეგი, რომ ირანული მხარე გათვალისწინებით იმისა, რომ დონალდ ტრამპი ტყუილა არ იმუქრება, დათანხმდა მოლაპარაკების პროცესს, რასაც მოხდა კიდევაც ომანში ეს შეხვედრა 12 აპრილს. ირანელები მზად არიან, რომ გაყინონ საკუთარი ატომური პროგრამა ზუსტად იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა რომ გამოიყენოს ჟარგონი წკიბზე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პროგრამის თავიდან ამუშავება საჭიროების შემთხვევაში და ამერიკული მხარე დამატებით ითხოვს ასევე ინსპექციის შესაძლებლობას ნებისმიერ დროსა და ადგილმდებარეობაზე, რაზეც უკვე არ თანხმდება ირანი. საერთოდ ჯამში ეს არის კლასიკური საგარეო ურთიერთობების დილემა, როდესაც ორ მხარეს შორის არ არსებობს ურთიერთნდობა და გამომდინარე აქედან საქმე მიდის საბოლოო ჯამში დაპირისპირებამდე. ამ შემთხვევაში კი საქმე ეხება სწორედ ატომური იარაღის გავრცელების საკითხს, ვინაიდან თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დაეპატრონება ამ იარაღს, შემდგომ უკვე თურქეთის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და სხვა რეგიონული აქტორები მოითხოვენ იმავე შეერაღებას. რაც შეეხება ირანს, აი ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას ირანზე მალე მივიღებთ. რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ეს, რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას და ამის პარალელურად ასევე უკრაინაში განვითარებული ვთქვათ პროცესები გვაძლევს თუ არა იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ნელ-ნელა პროცესი რაღაცნაირად უახლოვდება დასასრულს. ან ყოველი შემთხვევისთვის რაღაც ახალი ეტაპის დასაწყის მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ ქვეყნები ცდილობენ, რომ პროცესში ჩაერთონ და ამდენი ხნის განმავლობაში რაღაცნაირად საკუთარი წვლილი შეიტანონ, მაინც ძირითადი აქტორები, ამ ომში მოთამაშეები, ასე ვთქვათ, თავის სტრატეგიას განაგრძობენ.
ამერიკული გადმოსახედიდან კატეგორიულად მიუღებელი არის, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას არსენალში კონდეს ატომური იარაღი, თავად ირანის ისლამურ რესპუბლიკას კი ატომური იარაღი ესაჭიროება თავდაცვის მიზნით, სწორედ აქ წარმოიშვება დილემა. კარგი მაგალითი არის ჩრდილოეთ კორეა, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ არსენალში მიიღო ატომური იარაღი, საერთოდ შეიცვალა ამერიკული რიტორიკა და შეიძლება რიგმა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა იდეოს კიდევაც, რომ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა განპირობებული იყო სწორედ იმ მოცემულობით, რომ ადრე თუ გვიან ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღს ხელში ჩაიგდებდა და ამასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვერ გააკეთებდა ვაშინგტონი და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ტრამპმა შესაბამისად გამოიყენა კიდევაც პიარის თვალსაზრისით ეს შეხვედრა კიმ ჩენ ილთან, რომელიც გახდათ პირველი საერთოდ ისტორიულად ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს შორის მით უმეტეს კორეის ნახევარკუნძულზე შეხვედრა არ ყოფილა. რეგიონული თვალსაზრისითაც მდგენელი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით, მაგალითად ირანის მიერ წარმოებული ნავთობის 90%-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ყიდულობს და შეიძლება ითქვას, რომ ირანული ეკონომიკა, რომელიც არის თვითკმარი, ეგრეთ წოდებული ავტარქია, დაახლოებით ნახევარი საუკუნეა 79 წლის რევოლუციის შემდეგ ეს ქვეყანა არის საკუთარ თავზე დამოკიდებული, ბირთვულ პროგრამასაც ეს ქვეყანა საკუთარი ინტელექტუალური და სხვა მხრივი რესურსებით აბავს თავს, მაგრამ გასათვალისწინებელია აუცილებლად ეკონომიკური თვალსაზრისით პეკინის მიერ გაწვდენილი ხელი და ასევე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციის მიერ განსაკუთრებით ანტისაჰაერო შეარაღების თვალსაზრისით ირანისთვის გაწეული დახმარება, ვინაიდან თუ კი მოხდება სამხედრო დაპირისპირება, პირველ რიგში გასათვალისწინებელი არის, რომ ეს იქნება სწორედ წერტილოვანი სამხედრო საჰაერო დარტყმებით. დიდი მადლობა. საერთაშორისო მიმოხილვა შემოგთავაზეთ. სულ რამდენიმე წუთში ქრონიკის სპეციალური გამოშვება განაგრძობს ჩვენს ეთერს.